ვთხოვთ ქალბატონ კვან საჩხეიძეს წარმოგვიდგინოს საკუთარი სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში 10 წუთი ყოფა ალბათ კეთილი ვთხოვთ. მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ შესაძლებლობისთვის წარმოგიდგინოთ სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიში, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებრივი დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის და ამ მიმართულებით სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შეჯამების შესახებ. ვფიქრობთ, აღნიშნული საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ და შეაფასოთ ის როლი და მნიშვნელობა, რომელიც სამსახურს აკისრია დღის მდგომარეობის სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და რეალიზების კუთხით. გასულ წლებში სამსახურის მიერ დაგეგმილმა და განხორციელებულმა თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა უზრუნველყო როგორც სამსახურისადმი მომხმარებელთა ნდობისა და ცნობადობის ამაღლება, ასევე სამსახურში წარმოადგენელი საჩივრების და მიღწეული შედეგების სტატისტიკური მაჩვენებლების მკვეთრი ზრდა, რაც შესაძლებელია სამსახურის საქმიანობის დადებითად შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად იქნეს განხილული. როგორც მოგეხსენებათ, ომბუდსმენის სამსახურის მთავარ დანიშნულებად კანონმდებლობა განსაზღვრა სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, რასაც სამსახური საკმაოდ ფართოდ განმარტავს და რაც თავისთავად გულისხმობს როგორც მომხმარებელთა მომართვიანობის საფუძველზე დაწყებული წარმოების ფარგლებში საკითხის შესწავლას, გადაწყვეტას, რეკომენდაციის გაცემას, მომხმარებელთა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, ისე მომხმარებელთა ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად დამცველის მიერ უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებს, მაგალითად შეიძლება გამოვყოთ სამსახურის მხრიდან მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება, სხვადასხვა კვლევითი საქმიანობის წარმოება და ასე შემდეგ. მინდა გაცნობოთ, რომ დამცველი სამსახურის გუნდი 2024 წლამდე დამცველისა და 4 თანაშემწისგან შედგებოდა. გასულ წელს გაზრდილი მომართვიანობიდან და საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა 1 თანამშრომლის დამატება, შესაბამისად დღის მდგომარეობით დამცველი სამსახური შედგება დამცველისა და 5 თანამშრომლისგან. თქვენ ყურადღებას შევაჩერებთ სამსახურში მომხმარებელთა მომართვიანობის საშუალებაზე და სტატისტიკაზე. მინდა გითხრათ, რომ მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია მომართოს სამსახურს. მომართვიანობის პროცესი მაქსიმალურად არის გათავისუფლებელი ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისგან, კერძოდ მომხმარებელისთვის სამსახური ხელმისაწვდომი არის ისეთი საკომუნიკაციო საშუალებებით, როგორიც არის სამსახურის ელფოსტა და შემეძლია ვთქვა, რომ აღნიშნული არის ყველაზე მარტივი ფორმა, რომლის მეშვეობითაც შეუძლია მომხმარებელს განცხადება საჩივარი გამოგზავნოს სამსახურში. რა თქმა უნდა, მომხმარებელს შეუძლია თავადაც ფიზიკურადაც მობრძანდეს ოფისში და ამ შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან მას საჩივრის დაწერაში, მის ფორმირებაში. ასევე მომხმარებელს შეუძლია ინტერნეტის ხარისხთან დაკავშირებით სპეციალური პორტალის საშუალებით, როგორიც არის www.sheamodzme.g გადმოაგზავნოს განცხადება საჩივარი. და ამ გზით მომართოს სამსახურს. ასევე თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ საანგარიშო პერიოდში სამსახურში შენარჩუნდა და მომართვიანობის მზარდი დინამიკა, რაზეც მიუთითებს 2014-დან 24 წლის ჩათვლით სტატისტიკური მაჩვენებლის თანაფარდობა და მაგალითისთვის თუ კი 2014 წელს 190 საჩივარი შემოდიოდა სამსახურში, მაგალითისთვის 2023 წელს 1572, ხოლო გასულ წელს 2949 განცხადება საჩივარი იქნა სამსახურში წარმოდგენილი. 2024 წელს სულ შემოსული აი ამ 2959 განცხადება საჩივრიდან სრულად დაკმაყოფილებული საჩივრების რაოდენობა შეადგინა 2808, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ან სამსახურის მიერ საქმის წარმოების შესწავლის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა. ახლა ძალიან მოკლედ გადავალ საჩივრების თემატიკაზე, თუ ყველაზე ხშირად რასთან დაკავშირებით მომართავს მომხმარებელი სამსახურს. ანგარიში წარმოდგენილი დეტალური სტატისტიკური მონაცემები ამის თაობაზე. ყველაზე ხშირი მომართვიანობა გვაქვს საკომუნიკაციო კავშირის დაზიანებას და მომსახურების შეზღუდვა და შეწყვეტის პირობებთან დაკავშირებით, უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურებასთან დაკავშირებით, მათ შორის რა თქმა უნდა იგულისხმება ინტერნეტ მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრები, ასევე მომსახურების მიღების თაობაზე, მოთხოვნის დაკმაყოფილების დაყოვნება ან დაუკმაყოფილების თაობაზე, მომსახურების საფასურის დარიცხვის ისტორიასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. რაც შეეხება სხვადასხვა აქტივობებს, რომელიც საანგარიშო პერიოდში
ჩვენ განვახორციელეთ, მე როგორც უკვე აღნიშნე, ჩვენ არ შემოვიფარგლებით სამსახურის საქმიანობა არ შემოვიფარგლება მხოლოდ სამსახურში შემოსული განცხადება საჩივარზე დაწყებული წარმოების ფარგლებში, არამედ ამას უფრო ფართოდ და მრავალგზის განმარტავთ და ამ კუთხით მინდა აღვნიშნო, რომ საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა ისეთი აქტივობები, როგორიც არის კამპანია იცნობდა შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში, ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება, სამონიტორინგო კვლევითი და სარეკომენდაციო მიმართულება და საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში იდენტიფიცირებული სხვადასხვა საკითხები და ამ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე საქმიანობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც მინდა ამჟამად თქვენი ყურადღება გავამახვილო, ეს არის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და ვთვლით, რომ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად სამსახურის მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების ჩამონათვალში მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რადგანაც მნიშვნელოვანი არის ინდივიდუალურ მომხმარებლამდე ნათლად და მკაფიოდ იქნეს მიტანილი ინფორმაცია მომხმარებელთა უფლებების დარღვევის მიუღებლობისა და მათზე რეაგირების აუცილებლობის თაობაზე. ამ მიმართულებით სამსახური ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპით: ხარისხიანი მომსახურების წინაპირობა ინფორმირებული მომხმარებელია. დამცველი სამსახურმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2024 წელს სულ ჩაატარა 125 საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სასწავლო დაწესებულებაში, საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და ამ მიმართულებით მომუშავა სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში უშუალო კომუნიკაცია შედგა დაახლოებით 8000-მდე მომხმარებელთან. რა თქმა უნდა, აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში მომხმარებლებს მიეწოდებათ ინფორმაცია ზოგადად სამსახურის დანიშნულების თაობაზე, ფუნქციების თაობაზე, იმის შესახებ თუ რა საკითხებთან დაკავშირებით შეუძლია მომართოს მომხმარებელმა სამსახურს, როგორ უნდა მომართოს, რა ფორმით უნდა იქნეს განცხადება საჩივარი წარმოდგენილი ჩვენთან და ასე შემდეგ. სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის და ასევე ხელმისაწვდომობით ერთ-ერთ საშუალებას მოგეხსენებათ, რომ წარმოადგენს სამსახურის ვებგვერდი, მომხმარებელი.com.g და სოციალური ქსელში არსებული სამსახურის ოფიციალური გვერდი და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით სამსახური მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფს აღნიშნულ ვებგვერდებზე განახლებული ინფორმაციის განთავსებას, როგორც არის ყოველთვიური ანგარიშები, დაიჯესტები, სხვადასხვა სტატისტიკები, სხვადასხვა შემეცნებითი სტატიები მომხმარებელთა უფლებების თაობაზე დარგში მიმდინარე აქტუალურ თემებთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად საანგარიშო პერიოდში სამსახურის დაკვეთით დამზადდა და ასევე როგორც ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსდა საინფორმაციო ვიდეო რგოლი, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, რომ ინფორმაცია მიიღოს მარტივი და გასაგები ფორმით და აღსანიშნავია, რომ ეს ვიდეო რგოლი ასევე ადაპტირებული არის შშმ პირებისთვის. როგორც აღინიშნა, სამსახური მომხმარებელთა ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს ფართო სპექტრით, არ შემოიფარგლება მხოლოდ განხილვის საჩივრების შედეგებით და აღნიშნული დაკავშირებით საქმის წარმოებით. ამ სამსახურის მიერ წარმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მომხმარებლის ინტერესით გამოიხატებოდა სხვადასხვა თემების ირგვლივ, მაგალითად მათ შორის არის არასრულწლოვანთა მავნეზე გავლენისგან დაცვა, ინტერნეტ სივრცეში, ინტერნეტში დაუშვებელი პროდუქციის განთავსების საკითხი, შშმ პირთა უფლებები და დაცვის გარანტიები, ქოლონქვედო ზარების მომსახურება და ასე შემდეგ. საანგარიშო პერიოდში სამსახურის მხრიდან იდენტიფიცირებული საკითხი და განხორციელდა მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისგან ინფორმაციების გამოთხოვა და შესწავლა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიღებული ინფორმაცია სამსახურის მიერ გაანალიზდა სატელეკომუნიკაციო სფეროში არსებულ სამართლებრივ რეგულაციებთან შესაბამისობის თვალსაზრისით და მიმდინარე წელსაც აი ამის ფარგლებში სამსახური ამ აქტივობის ფარგლებში ძალიან აქტიურად იქნება ჩართული. აქვე მინდა შევეხო შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობა სატელეკომუნიკაციო სფეროში. დამცველი სამსახურს 2024-28 წლების სტრატეგიისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესაბამისად ერთ-ერთ მიმართულებად განსაზღვრული აქვს კომპანიების მხრიდან შშმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით დაგეგმილი ვალდებულების შესრულების შესწავლა მონიტორინგი და მეორეს მხრივ სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებების და კომპანიების ვალდებულებების თაობაზე შშმ პირებისთვის ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით დაგეგმილი და გატარებული არაერთი ღონისძიება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საანგარიშო პერიოდში სამსახურმა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში უზრუნველყო შშმ პირებისთვის არაერთი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრის ჩატარება, ასევე სამსახურის მიერ გამოქვეყნდა სტატია გზამკვლევი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სამართლებრივი გარანტიებები სატელეკომუნიკაციო სფეროში.
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით სამსახური აქტიურად იყენებს ისეთ მოქნილ სამართლებრივ მექანიზმებს, როგორიც არის მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისთვის სარეკომენდაციო მიმართვების გაგზავნა, სამონიტორინგო და კვლევითი აქტივობები. რეკომენდაცია თავისი შინაარსით შეიძლება იყოს როგორც ზოგადი ხასიათის, რომელიც გაცემას დაკავშირებულია დროის გარკვეულ პერიოდში გამოკვეთილი მნიშვნელოვანი მოცემულობით, კომპანიის მხრიდან უარყოფითი ზეგავლენის მქონე ქმედების განხორციელებით ან ასეთი რისკის არსებობის. მსგავს შემთხვევაში სამსახური შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთებით მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას აძლევს მითითება რეკომენდაციას განახორციელოს გარკვეული ქმედება ან თავის შეიკავოს აღნიშნულისგან. რაც შეეხება